20-22 სექტემბერს ფოთში საბავშვო თეატრალური ფესტივალი „ზღვის მარგალიტები“ გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის საბავშვო თეატრალური სტუდიები მონაწილეობდნენ. ფესტივალზე ნაჩვენები იქნა სპექტაკლები „ჯვარცმული ბედნიერება“, „ჩემი სკოლა“ და სხვა. საბავშვო თეატრალური ფესტივალი, რომელიც ჩამოვაყალიბე წლების შრომის გაფორმისა და მონდომების შედეგად 20-22 სექტემბერი მიზანმიმართულია იქითქვა, რომ გავაკეთოთ ამ სფეროში, თეატრალურ სფეროში ახალგაზრდების ინტეგრირება, ერთმანეთის გაცნობა, ურთიერთაზრების გაზიარება, რაც აუცილებელია დღევანდელ დროს. თუ ცუდად არ გამომივა, მინდა ვთქვა, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც ტექნიკის ბუმია შემოსული მსოფლიოში და არა მარტო ჩვენთან, ბავშვები ტელეფონებს არიან მიჯაჭვული და ელემენტარულ კითხვებსაც კი ტელეფონს უსვამენ და ხელოვნური ინტელექტს უსვამენ და ამით არიან დაკავებულები, ჩავთვალეთ, რომ ალბათ მსგავსი ფესტივალები, მსგავსი ურთიერთობები ცოტა ბავშვებს გამოაცოცხლებს იმ კუთხით, უნიჭიერესი თაობამობის რაზეა საუბარი, მაგრამ გამოაცოცხლებს ბავშვებს იმ კუთხით, რომ ელემენტარული ურთიერთობები არ დავკარგოთ ადამიანებთან. ეს პრობლემა სამწუხაროდ კიდევშიც არსებობს, მაგრამ ბავშვები ჩვენი მომავალი თაობაა და ამიტომ ჯობია, რომ აქედანვე, სექტემბრის წლებიდანვე, ბავშვებიდანვე მივაჩვიოთ ურთიერთობებს, რადგან ურთიერთობა ყველაზე იდეალური რამ არის ადამიანის ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ ფესტივალმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი ორგანიზატორია ფოთის თეატრის მსახიობი გუჯა ქარაია. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ფესტივალი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში თეატრალური ცხოვრების პოპულარიზაციას და თეატრების ერთმანეთთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.